ეხლა კი მივესალმები ჩვენ შემდეგ სტუმარს ნეიტრალური საქართველოს ერთ-ერთ დამფუძნებელს ლევან ნიკოლაიშვილს, რომელიც ჩვენთან სტუდიაში იმყოფება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან. მოკლედ დავიწყოთ ალიკო ელისაშვილის ქმედების შეფასებით. საკმაოდ უცნაური რამ ჩაიდინა დღეს დილით, იმიტომ რომ ფაქტობრივად პოლიტიკურ ელიტაში მსგავსი ქმედება არ მახსენდება ზოგადად. რა არის ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე წასვლის მიზანი, როგორ ფიქრობთ, რით ახსნით ამ ქმედებას? პირველ რიგში ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის პოლიტიკოსის აქციელი, ეს უფრო რაღაც კრიმინალური ქმედება არის. და თუ კი მის ასე ვთქვათ ქმედებებს შევაფასებთ წარსულშიც, შეგვიძლია თამამად ვთქვათ ამის თაობაზე, რომ ეს ადამიანი საერთოდ დაშორებული არის პოლიტიკურ ველს, რაღაც ავანტურისტის როლში გვევლინებოდა უკვე დიდი ხნის განმავლობაში. შემდეგ მისი ბაქი-ბუქი პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი საქციელი მრავალჯერ ჩადენილი, მათ შორის რომ იმ ადამიანებთან შეკვრა რაღაც ფინანსური დაინტერესების მიზნით, ვისთანაც ის რაღაც თითქოს დაპირისპირებაში იყო და საბოლოო ჯამში მან ეს გააკეთა ალბათ რამოდენიმე მიზეზიდან გამომდინარე, ხა ზუსტი мотивация ესეთი არადუკვირტული ქმედებისათვის ძალიან ძნელი შესაძლებელია, მაგრამ ერთი ალბათ კვლავ უნდა რომ შეეხსენებინა ვიღაცისთვის თავისი თავი, რაღაც გმირობის ტოლფას თავისთავად ცხადია ბჭყალებში. მეორე მას აქვს გარკვეული ვალდებულებები, როგორც ჩანს, უცხოელ პარტნიორებთან და ეს არ უნდა გამოვრიცხოთ და უნდა და მათთვის ეჩვენებინა, რომ აი მე რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ, რომ თითქოს და რაღაც პროტესტი გამახორციელო. მაგრამ საკმაოდ სერიოზული კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს, იმიტომ რომ მეტად მართული გუნდი საუბრობს ტერორისტული აქტის კლასიფიკაციაზე. ადამიანებს რომ ეხა ამის შეგნება გქონდეთ და ამის ასე ვთქვათ შეფასების უნდა რა სურათი და გამომდინარე რა შეფასება შეიძლება მიიღოს მისმა საქციელმა, ისინი ალბათ არ ჩაიდებდნენ ესეთ ქმედებებს, ხო? მაგრამ ჩვენ საუბრობთ კიდევ ერთხელ, ახლა ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე საუბრობთ ალიკო ელისაშვილზე, რომელიც უკვე ცნობილი არის ესეთი რაღაც ავანტურისტული ქმედებებით, ხან რაღაც პოლიციების ზღვაში გადაეშვებოდა ხოლმე აბა მომკევით, ხან ესმა ყველა მისი ქმედება განპირობებული იყო ერთი რამით, რომ ეს უნდა ყოფილიყო რაღაც პოპულისტური ქმედება და ენახვებინა თითქოს ადგილობრივებისთვისაც და გარე აქტორებისათვის, რომ ის რაღაცას წარმოადგენს და თითქოს და რაღაც პოლიტიკური ვაჟკაცობის ელემენტი გააჩნია. ვინ იყო დამკვეთი, როგორ ფიქრობთ? დამკვეთი ყველა ვარიანტში ჩვენ ახლა როგორც გინდა ისე გავიგოთ, გნებავთ ირიბად და პირდაპირ დამკვეთად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ევროპელები და ევროკავშირი. რატომ? ვინაიდან მათ ესეთი ქმედებები არასოდეს არ დაუგმიათ საქართველოში და პირიქით ისინი ამას დადებითად აფასებდნენ, ამხნევებდნენ, ხარდაჭერას უცხადდნენ ესეთ ადამიანებს და უფრო მეტიც ხშირ შემთხვევაში თუ კი სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას ვთქვათ მათი დაჯარიმების ან გირაოს შეფარდების შესახებ, ისინი მზად იყვნენ რომ ჯიბეში ხელი ჩაეყო და ეს გადაეხადათ, ხო? მათი მხრიდან არ შეფასება ადეკვატურად იმ სალადობრივი აქტებისა, რაც საქართველოში ხორციელდებოდა უკვე რამოდენიმე ხნის განმავლობაში დაწყებული, თუ გინდათ 4 ოქტომბერი ავიღოთ, თუ გინდათ მანამდე წინა მოვლენები, ხო? ეს არის ნიშანი იმისა, რომ ესენი ახალისებენ ესეთ ქმედებებს და აგერ თქვენ და აგერ მე გამოჩნდება ძალიან მალე, რომ ალიკო ელისაშვილზეც კი გააკეთებენ ისინი განცხადებას ამ ქმედებების და მიუხედავად რაც მან დილით ჩაიდინა და იტყვა, რომ მაგრამ მან აღიარა ეს ქმედება. მან კი აღიარა, მაგრამ ისინი იტყვიან, რომ ეს არის ზეწოლა პოლიტიკოსზე, ეს იყო პროტესტის გამოხატვის რაღაცა ფორმა. ისეთ სისულელებს და აბსურდებს მოვისმენთ, რაც არცერთ პოლიტიკურ სახელმწიფოში არ წერია. და ჩვენ ამას ერთხელ მივეჩვიეთ, მაგრამ მეორე მხრივ ამას უნდა გამოვცხადოთ ძალიან სერიოზული ბრძოლა. წინამძღოლ შემთხვევაში ხომ ესე არ გამოვა. ვინაიდან ევროკავშირი უკვე გაცილებულია იმ ღირებულებებს, იმ ასე ვთქვათ ფასეულებს, რაც მათ გააჩნდათ და დღესდღეობით ისინი მოქმედებენ საპირისპიროდ ქვეყნის სუვერენიტეტში ჩასარევად, ქვეყნისთვის კანახის მისაცემა და ყველაზე მთავარი კრიმინალებისთვის, თავნაშევრებისთვის პოლიტიკური მანტიის რაღაც ზალად შემოხვევის მიზნით. აიღებს პასუხისმგებლობას, როგორ ფიქრობთ ევროკავშირი ამ ჩადენილ ქმედებაზე? მაგრამ ნაკლებად იწვია, რომ ამაში დამნაშავე ხელისუფლება, ვინაიდან აი ადამიანი რა მდგომარეობაში მიიყვანეს, რომ მან პროტესტის ეს ფორმა განახორციელა. ეს არ არის პროტესტის ფორმა. ეს არის დანაშაული, როდესაც შენ დილა იქნება, ღამე იქნება, დღის შუქი იქნება თუ რაღაც რიჟრაჟი ჩაქუჩით ამტრევ შუშებს და შედიხარ სახელმწიფო დაწესებულებაში და შემდეგ მას უპირებ ბენზინი დაწვას, ხო? ეს რა თქმა უნდა დანაშაულია და ამ დანაშაულს შესაბამისი შეფასება ჭირდება და შესაბამისი სასჯელიც ჭირდება. ეხლა ევროკავშირი და ევროპელები ამას ნაწილობრივ აიღებენ თავზე, ვინაიდან შესწებია რომ მაინც ხელისუფლებას დააბრალონ რაღაცეები და გამოუცხადონ მხარდაჭერა
რაღაც ხალხის ხმას, ხალხის რაღაც პროტესტს. ის იქნება მათი ასე ვთქვათ ვერდიქტი. როგორი იქნება, როგორ ფიქრობთ, ძალთა ბალანსი სამომავლოდ? გულისხმობ აქციებს, აი გუშინაც ვნახეთ ეს აქციები. ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება სალომე ზღურაბიშვილმა და თქვა, რომ საზოგადოების დაკვეთაა, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა გაიზარდოს და არ იყოს მონოპოლია პარტიების, რომლებმაც ვერ აჩვენეს, რომ მხოლოდ თვითონ შეუძლიათ მართონ სიტუაციაო. ამაზე ვმუშაობ და შეიძლება რაღაც ჯგუფები შეიქმნას. ანუ გასაგებია, რომ დირექტივები უკვე ვეღარ მოდის ევროკავშირიდან, ან მოდის არასათანადო. რა შეიძლება შეიცვალოს? ან ამ ერთმა წელმაც რა აჩვენა, როგორ ძალიან კარგი რამე თქვენ ახლა რომ არასათანადო დირექტივები მოდის, ან მოდის დირექტივები, უბრალოდ შემსრულებლები უკვე იმდენად აღარ ვარგიან, რომ ისინი ამას ვერ აკეთებენ, ვერ ასრულებენ, ხო? ეხლა თვითონ სალომე ზურაბიშვილის და ალეკო ლისაშვილის შორის მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ არადეკვატორობიდან გამომდინარე. ეხლა ერთია რომ სალომე ზურაბიშვილი შეიძლება არ შეიჭრეს რომელიღაც შენობაში ესე, თუმცა არც იმას გამოურიცხავ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მანაც შეიძლება იგივე გააკეთოს, მაგრამ რასაც ელისაშვილი თქვა ქმედებით ახორციელებს და ზურაბიშვილი ამას უკვე სიტყვით აკეთებს, ხო? კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვათ, რომ ეს ქალბატონი აბსოლუტურად გასული არის ასე ვთქვათ მომსახურების ველიდან, ვერ ხვდება სად არის, როგორც იქნა ამასინად აღიარა, რომ ის უკვე აღარ არის პრეზიდენტი, მაგრამ ის რომ მას არავითარი პოლიტიკური ძალა არ გააჩნია და მის სიტყვას არავითარი ფასი არ გააჩნია, ამას სამწუხაროდ ვერ ხვდება. კი ბატონო. ეს ძალიან ცუდი არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გარკვეული ადამიანები მას უსმენენ და მე და თქვენ ადამიანებს ის შეფასებას კი გვიწევს. ნახეთ, ევროპის საბჭოს სამეტი ახლოვდება, როგორც ცნობილია. როგორ ფიქრობთ, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი, რომელზეც თვეებია მიდის სპეკულაციები, რა გადაწყდება ამ მიმართულებით? აი, ელოდებით ცვლილებებს თუ ისევ დარჩება კვლავ სპეკულაციის? ცოტა ძნელი საქმეა, ვინაიდან ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი ევროპელებისთვის გახდა ერთგვარი შანტაჟის იარაღი და მექანიზმი, ხომ? ამიტომ მუდმივად აჟანტაჟებენ ცალკე ხელისუფლებას, ცალკე მოსახლეობას და გვემუქრებიან, რომ თქვენ თუ ესე არ გააკეთებთ, ჩვენ ამას წავიღებთ და წაგართვით. ეხლა უკვე იმდენჯერ დაგვაშანტაჟეს და იმდენჯერ დაგვემუქრან, ხო შეიძლება ითქვას, რომ უკვე აღარავის არ ეშინია ამისი. ადამიანები ამას კი არ უწმებენ, რომ შეიგუენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ ბოლო-ბოლო რა მოხდება ესეთი, ხო? თუ ვიდექით ადრე თქვა საელჩოში ვიზის რიგში, ისევ დავდგებით და მივიღებთ ამას, მაგრამ იმის გაცვლა, რომ რასაც ქვია ღირსება, რასაც ქვია, მოდით ესე ვთქვა, გარკვეული ღირებულებები, ხო, რაღაც ვიზო რეჟიმზე, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. მით უმეტეს ისინი ამ მხრივ მართლები არ არიან. რომ იყოს რაღაცა საკითხი ისე, რომ მიდგეს, რომ ჩვენ კონკრეტულად გითხრან, რომ აი ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რა დავარღვიეთ, რა ვერ შევასრულეთ, რა იყო არასწორი და ბოლო-ბოლო ამის თაობაზე რომ დაგველაპარაკონ, ხო, კიდე შეიძლება რაღაცაზე ფიქრი, მაგრამ ეს არის პირდაპირ გადატენილი რაღაც შანტაჟის იარაღი, რომელსაც მუდმივად გვიშვერენ ჩვენ და გვემუქრებიან, მეტი არაფერი. შანტაჟის იარაღი ახსენეთ, მაგრამ საქართველოში დაწუნებული ევროპისთვის აუცილებელი გახდა გულისხმობ რეგულაციებს, რომელიც იყო ასევე ქართული გამჭვირვალობის კანონით გათვალისწინებული. როგორ ფიქრობთ, ეს არის ცალსახად, ღიად, ორმაგი სტანდარტი, პოლიტიკური სიმულაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე? ერთდროულად გვაქვს ჩვენ საქმე რაღაც იცით რა დაშლის პირას მქონე ევროკავშირის ლიდერების უკვე უაზრო რაღაც ქმედებებთან. რატომ უაზრო? ვინაიდან ხა რასაც ჩვენ ხედავთ, ხო, რაც ხდება ევროკავშირთან მიმართებაში და თქვა იგივე შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, ხედავთ, რომ ევროკავშირის ლიდერები უკვე გახდნენ ის ადამიანები, რომელსაც ანგარიშსაც არ უწევენ, ხო, აგერ მარკ რუბიო საერთოდ კაიაკალას არ ხვდება. მერცის სიტყვა და მაკრონის სიტყვა არაფერს არ წარმოადგენს, ხო, იგივე ტრამპისათვის, იგივე ამ სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით. თქვათ რაღაც დაუწესებენ სანქციებს რუსეთს, უკვე მე რამდენი სანქციები შეიძლება დაწესდეს, ხო, 19-20 პაკეტი, მაგრამ აგრძელებენ ვაჭრობას და აგრძელებენ, ასე ვთქვათ, ბიზნეს ურთიერთობებს არალეგალურად. აგერ თვითონ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ 152 მილიარდი ევროთი მეტი მიიღო რუსეთმა შემოსავალი ევროკავშირთან ვაჭრობით, ენერგორესურსებთან მიმართებაში, ვიდრე
თქვათ ევროკავშირი დაეხმარა უკრაინას ამომის დროს. აი ესეთ სიტუაციაში ხომ უკვე აღარ იციან რა ქნან და ხან LGBT კანონის რაღაც უფრო შემსუბიქებაზე ფიქრობენ და თავისმოხვევაზე ფიქრობენ. ხან ახლა გამჭვირვალობის კანონი მოუნდათ, რატომ მოუნდათ? ვინაიდან ეშინიათ რომ ამერიკამ უფრო მეტი გავლენა არ მოახდინოს ევროკავშირის ქვეყნებზე, იგივე რუსეთმა არ მოახდინოს. უკვე აღარ იციან რა გაკეთო, მაგრამ მეორე მხრივ ხა შენ თვითონ თუ ღებულობ ესეთ კანონს, ხო? მე არ უნდა გამაკრიტიკო იმის თაობას. ეს არის მსგავსობა ერთ მხრივ და მეორე არის კიდევ ერთი მთავარი მომენტი, რომ თავგასულობის რაღაცა მომენტი, რომ მე მაინც შენი უფროსი ვარ, არავითარი უფროსი ევროკავშირი ჩვენი არ არის. არავინ არ არის ჩვენი უფროსი გარდა საკუთარი თავისა. ეს ყველა უნდა გაათვითცნობიეროს და რაც მალე გაათვითცნობიერებენ, ამას უკეთესი არის. თუ არა და ჩვენ გვაქვს საქართველოს სხვა გზები, რომელსაც ალბათ აუცილებლად ავიჩევთ. რას გულისხმობთ? მე იმას გულისხმობ, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავფიქრდეთ იმის თაობაზე, რომ ნეიტრალიტეტი? მათ შორის, რა თქმა უნდა, ვინაიდან ეს კურსი, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს, გასაგებია, რომ როცა ჩვენ თავის დროზე ჩავწერეთ კონსტიტუციაში, ხომ, იყო ესეთი მისწრაფება, იყო ესეთი შეხედულება, ყველა ჩვენ პრინციპში, ვინც თქვათ გავიზარდეთ საბჭოთა კავშირში, ევროპას დასავლეთ სხვანაირად უყურებდით, ხო, სხვა ღირებულებები, სხვა ფასეულობები იყო და დღესდღეობით რო უყურებთ, ხო, გაკოტრებული არის, უსაფრთხოების სისტემა მოშლილი არის, ეკონომიკური სისტემა მოშლილი არის. ღირებულებები ისეთი არის, რაც ჩვენ ნამდვილად არ მიგვესადაგება და აქედან გამომდინარე ჩვენ დავიფიქროთ უკვე იმ გზაზე, რომ გამოვიდეთ ევროილუზიიდან. კი ბატონო, ეს ცოტა შეიძლება სადაო საკითხი იყოს, მაგრამ დისკუსია იქნება. რა თქმა უნდა, კი ბატონო. თქვენ ახსენეთ ნეიტრალიტეტი და ზოგადად ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენელი გზანდებით. არ შემიძლია არ გკითხოთ, 1 დეკემბერს უკვე გექნება ტყრილობა, სადაც ოფიციალურად განაცხადებთ, როგორც პოლიტიკური პარტია საკუთარ მიზნებს. სავარაუდოდ და არ გამოვრიცხავდა დიდი ალბათობით, ალბათ მომდევნო არჩევნებზე გექნებათ როგორც პოლიტიკურ პარტიას ამბიცია, რომ მოხვდეთ საკანონმდებლო ორგანოში. რა სპირდებით თქვენ ამ მრჩეველს, რითი იქნება თქვენი პარტია გამორჩეული და რატომ უნდა დადოს ფსონი ელექტორატმა? მოდით ერთ რამეს ვიტყვი თავიდანვე, რომ ჩვენ ვყალიბდებით უფრო როგორც ოპოზიციური პარტია. და ოპოზიცია, სიტყვა ოპოზიციური პარტიას და ოპოზიცია უკვე იმდენად გახექილი არის, იმდენად გახექილი არის, გაცვეთილი არის, ხომ? ადამიანებს სხვა წარმოდგენა უჩნდებათ, რომ ოპოზიციაში მოიაზრებენ ადამიანებს, რომელსაც ან ქვა უჭირავთ ხელში, ან მოლოტოვის კოქტეილი, ან სადღაც სასამართლო კანცელარიაში შედიან დაწვის მიზნით, ხომ? ოპოზიცია არის ჩვეულებრივი პოლიტიკური წარმონაქმნის ჯგუფი და მათ შორის თუ კი ის პარტიას წარმოადგენს, რომელიც ხადიას ცდილობს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლაზე და ან სათანადო ადგილების დაკავებაზე, რომ ოპონირება გაუკეთოს ხელისუფლებას. არის მთელი რიგი საკითხები, რასაც ჩვენ ვეთანხმებით სტრატეგიულ კურსს, რაც საქართველოს გააჩნია, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, მაგრამ არის ეს საკითხი თუნდაც აი ევროილუზიას რატო ვარქვი მე, რომ არ შეიძლება რომ ევროკავშირმა ამდენჯერ გითხრა ჩვენ უარი, თუნდაც უბრალოდ დიალოგზე, თუნდაც უბრალოდ შეხვედრაზე, ხა ამასინად გადაიდო, ხომ? რა მიზეზით თვითონაც ვერ თქვეს ადამიანის უფლების დაცვის თაობაზე შეხვედრა და ჩვენ ისე ვართ რაღაც ხვეწნის რეჟიმში, რომ იქნებ კიდე დავილაპარაკოთ, იქნებ მომავალ წელს, იქნებ შევხვდეთ და ასე შემდეგ. ეს არ შეიძლება. ეს არის მიუღებელი. ამიტომ ნეიტრალიტეტის იდეა, რაც ჩვენ გაგვაჩნია, არის სწორედ ის მოდელი, რომელიც ამ ქვეყანას შეაყენებს უკვე სხვა პირობებში, სხვა სახელმწიფოებთან მიმართებაში. პირველ ყოვლისა ის იქნება ღირსებით შენარჩუნებული თანასწორუფლების მქონე სახელმწიფო. მეორე, ჩვენ არ გვექნება არავითარი ვალდებულება, რომელიმე გნებავთ ეკონომიკურ ბლოკში, გნებავთ სამხედრო ბლოკში გაერთიანებისა და შესაბამისად ეს არის კიდევ ერთი საფუძველი იმისა, რომ საქართველო გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი ინვესტორისათვის, ვინაიდან მშვიდობიან და სტაბილურ გარემოს ვთავაზობთ, გახდეს ერთი კარგი ხაბი იმისათვის, რომ შუამავლობა გავწიოთ თქვა სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში მივახციოთ იმ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ტრადიციულს, მენტალურს, კულტურულს, ყველაფერს ამას თავმოყრა უნდა ერთად და შესაბამისად ჩვენ აი ესეთი სახით უყურებთ ნეიტრალიტეტის იდეას. აქედან გამომდინარე, ხო? ცხადია, ჩვენ ესე არ გეკეთებია, რომ თავიდან იცით, რომ მოძრაობა ვიყავით, ხვალიდან ალბათ ზეგიდან უბრალოდ პარტია ხვდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩავატარეთ გარკვეული კვლევები, მოსახლეობის აზრის შევისწავლეთ და გრძნობ და ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი მხარდაჭერი გამოუჩნდება ამ იდეას და შესაბამისად ჩვენ ამ მხარდაჭერაზე ავაგებთ ჩვენ შემდგომ პროგრამას და მიზნებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საუბრისთვის.